თეატრში ისევ სტუმრებთან ერთად. ბოლო შეკითხვაც, ბატონო გოგი, თქვენთან მექნება თუ შეიძლება, როდის უნდა გაიხსნას ოპერის თეატრი უკვე განახლებული და გარემონტებული, საორიენტაციო თუ არის ცნობილი თარიღი? სავარაუდოდ იანვარში, ხა რიცხვი ზუსტად მე არ ვიცი, აქამდეც უნდა გახსნილიყო, მაგრამ მოახსენებად კოლოსალური შრომა ჩადებული, უზარმაზარი ფინანსები და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება თუ ჩვენ ვიღებთ აი ამ ოპერის განახლებულ ვარიანტს. მე ნანახი მაქვს ოპერად ამ მშენებლობის პროცესში, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული თვითონ ოპერის ხელმძღვანელობას, დირექციას, მე მინდა განსაკუთრებით როგორც დავით კინწურაშვილს, ასევე დირექტორი ალიკო მოწონალიძე, რომელიც ჩვენთან ერთად იყო წამოსული გერმანიაში, ბატონი ზურალომიძეს აღარ ლაპარაკობ ქალბატონ ნინო ანანიაშვილზე, რომელიც ეს კასკეტს პირველივე დღიდან დადიოდა და ყველა ძალიან დიდ მოლოდინში არის. და სხვა შორის მინდა ძალიან მოკლედ როგორ სერგო ქობულაძეს არა მარტო ამ ფარდასთან დაკავშირებით, არამედ მისი უნიკალური სრულიად ის მასალები, რაც მის სახელოსნოში იყო, ჯუბენაშვილის ცენტრში გაკეთდა კვლევა და აი ვერც კი წარმოვიდგინეთ რა ზღვა მასალა არის აღრიცხული და ჩვენ მოახლოეს მომავალში ამასაც გამოვცემ და ბატონი სერგო ზღვაწლი მე თავისუფლად შემელია თქვა რომ ეს არის საქართველოსთვის ლეონარდო და ვინჩის ტოლსტოი. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა გიორგი გაგეჭკორი, ნანა იაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, დილა პირველზე ამით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გემშვიდობებით, კარგად. მადლობა.